2014 წელს პირველი ქართველები ჩვენ ვიყავით ბაგრამის გაზაზე. 51 ბატალიონი მეხუთე ბრიგადა იყო მაშინ, ერქვა. გორის ბატალიონი. თქვენ თალიბანის მიწაზე ააგეთ მართლმადიდებლური ტაძარი. ეს მე Facebook გვერდზედაც რომ მიდევს ვიდეო, იქაც მიწერია, ასე გავაოცე მსოფლიო ჭიათურელმა ჯარისკაცმა გია კურტანინა. 2014 წელს დავიწყე 2015-ში დავამთავრე სალოცავი თვითონ და ეხლა 2018 წელს მთლიანად დავამთავრე. ყოველთვის ვაკეთებთ, სადაც შედის ქართული ქვედანაყოფი, ყველა ბაზაზე კეთდება ეკლესია და ყოველთვის წვრილს ვიღებთ რა თქმა უნდა. რატომ მოგინდათ ავღანეთში ქართული ტაძრის აშენება? როცა იქ ჩავედით 2014 წელს პირველი ქართველები ჩვენ რო ვიყავით, ბაზის 6 მეტრიანი კედელი იყო. ბაზის უკან იყო მეჩეთი. ბაზის შიგნი კათოლიკური ეკლესია. ჩვენ მამაო ხვამდა, რომელიც სანთელი რუაენთო იმის ადგილიც არ ქონა ოთახი. იდეა გაჩნდა, გამიჩნდა, რომ რახან ის თუ არის და იქ თუ არის, მართლმადიდებლური უნდა იყოს რაღაც, ხო? მოვითხოვე და მომცეს ჩვეულებრივი რკინის კანტეინერი. ამ კანტეინერში საკურთხეველიც გავაკეთე, სახურავიც გავაკეთე, ჯვარიც დავადგე ზევიდან, მაგრამ მამაოს მეტი აღარ ეტეოდა არავინ შინ. პატაწინაა ტაძარი? იყო. და ამით ქართველები რო ხედავდით უკვე რომ ქართველები ხშირად დავდიოდ სანთლებს ვანთებით უკვე იქ იმედი გაჩნდა რაღაც. მე თქვენ ძალიან მიამაყებით, თქვენ გმირები ხართ და მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ იცავთ ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით ჩემთან და რა ვიცი, პატივს მოგაგებთ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა.